რუსეთ საქართველოს აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ალექსი ნატროშვილის საფლავზე მის მშობლიურ სოფელ ვაჩნაძიანში ოჯახის წევრები, მეგობრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ერთხელ კიდევ აღინიშნა, რომ ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენის კავალერი ალექსი ნატროშვილი გმირთა იმ კატეგორიას ეკუთვნის, რომლებიც ყველაზე ძვირფასი საკუთარი სიცოცხლე შეწირეს. სამშობლოს თავისუფლებასა და ერთიანობისთვის ბრძოლას. ომის დაწყებისას ის მეოთხე მექანიზებული ბრიგადის 100 მეთაური იყო. 9 აგვისტოს 5 კაცისაგან შემდგარი სადაზვერვო ჯგუფი, რომელსაც თავად ალექსი ნატროშვილი ხელმძღვანელობდა, მტრის მიერ დაგებულ ნაღმზე აფეთქდა, საიდანაც 3 მებრძოლის გადარჩენა მოხერხდა, 2 კი ვეღარ გამოიყვანეს, მათ შორის ალექსი ნატროშვილი. 17 წელი გავიდა, 17 ტკივილიანი წელი. ეს ტკივილს ვერანაირი დრო ვერ შეგიმსუბუქებს, ვერ დაგავიწყებს. უბრალოდ ამ ტკივილთან ცხოვრებას სწავლობ. თორე შეგუებით ვერ შეეგუები. დედა ვარ და რანაირად უნდა შევეგუო ანგელოზიშვილის. მაგრამ ამაყივა რომ მე გმირი შვილი გავზარდე. მადლობელი ვარ კიდევ მთავრობის, რომ არ ავიწყდებათ ეს გმირები და ასეც უნდა იყოს მომავალ თაობასაც მე ვისურვებდი, რომ აი სკოლებში იყოს ამ გმირები, მარტო ამაცი არა, მთლიანად ჩვენ ქვეყანა ხო გმირების ქვეყანაა. ეს მიწა ჩვენი მიწა ხო ამათი სისხლით არის მორწყული, თითოეული მდგაველი მიწა სისხლით არის გაჟღენთილი. და მე ვისურვებდი, რომ სკოლაშიც ამ ბიჭების სახელზე იყოს რაღაცა ან საათები დათმობილი, ანუ ამ ბავშვებმაც ეს მომავალი თაობა გაიზარდოს ამ ბიჭების გმირობაზე და იცოდნენ ქვეყნის ისტორია და ამ ბიჭების ისტორია.